როგორ გავატარებ ბოლო დღე კრუიზზე? დღეს ჩემი კრუიზზე ყოფნის ბოლო დღეა. ცოტა მოწყენილი ვარ, რადგან კრუიზის დატოვება არ მინდა. ყველაზე მეტად ეს ხედი მომენატრება. შემდეგ დავიბრუნე ჩემი პასპორტი და გავანულე ჩემი კოსტას ბარათი. ამასობაში შემოვედით დუბაიში. ესეც ატლანტიდან, მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი და მდიდრული სასტუმრო. ყავა დავლია, გამოფხიზლდი და გავემართე გემის ეგრეთ წოდებული Skywalk-ისკენ. ხალხის რაოდენობა ნახეთ, ყველა აქაა. დუბაის პალმ ჯუმეირა ყველამიცით დარწმუნებული ვარ, ხოდა ზუსტად მაგ მხარეს შემოვიდა ჩვენი გემით. პალმ ჯუმეირას ეს რაკურსი საკმაოდ უცხოა. აი ეს პატარა კუნძულები თურმე როგორი ყოფილა ზღვის მხრიდან. აი ასე გვაცილებენ პორტში. მოდი ახლა სხვა მხარეც ვნახოთ როგორი ხედებია. აი ასეთი ულამაზესი პანორამული ხედია დუბაიზე ჩვენი გემიდან. წამოდეთ ახლა უკანა ფრთიდან ვნახოთ როგორი ხედებია. ცოტას გავისერნებ და თან გაჩვენებთ თქვენს. Skywalk გემის შუა ნაწილში მდებარეობს. ჩვენ კიდევ გემის უკანა ფრთისკენ უნდა წავიდეთ. გზად აი ასეთი სანაპიროა თავისი პატარა აუზებით. ხო, ახლა მე-19 სართულზე ვიმყოფებით, ყველაზე ზემოთ. აქ კი ღია დარბაზია, სადაც სხვადასხვა წვეულებები იმართებოდა ხოლმე ღამით. ესეც სპორტი. ასევე მინდა გითხრათ, რომ კრუიზი აქ არ ამთავრებს თავის მარშრუტს. მე კი ვტოვებ გემს, მაგრამ დღეს ახალი სტუმრები შემოუერთდებიან მას და ძალიანაც მშურს მათი. აი ეს კი გამომრჩენია. კოქტეილ ფარტი ყოფილა აქ და არ ვიცოდი. დამინახეს თუ არა აქ შეძენილმა ბარმენმა მეგობრებმა მაშინვე ამიყვანეს სცენაზე. მოკლედ ეს ახლობლობა აქაც ჭრის თურმე. შემდეგ ვისადილე და გემის დატოვების დროც მოვიდა. ძალიან ბევრი დაუვიწყარი მოგონება დამიგროვდა აქ და სევდიანი აღმოჩნდა განშორება. გავიარე პასპორტ კონტროლი. ეს ნახეთ, ომანში შესვლა-გამოსვლის ბეჭდები ჩაურტყიათ ჩემს პასპორტში. ბევრი ვათვალიერე და ყატარის ბეჭდები სამწუხაროდ ვერ ვნახე. მოკლედ ასე, დავემშვიდობე კოსტას კრუიზს. თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერი ვართ, გამომიწერეთ და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს. აბა დროებით.